სახელითა მამისათა და ძისათა და წმინდისა სულისათა. ამინ. ძმაუნდა და დღეს არის გრიგოლ პალამას ხსენების დღე, ყოველი მეორე კვირა დიდი მამისა მისი ხსენება. ეს უდიდესი ასკეტი მამა და ჩვენ რატომ არის ესე იგი გრიგოლ პალამას ხსენება? იმიტომ რომ გრიგოლ პალამა ეს უდიდესი ასკეტი მამა, რომელმაც ქრისტეს ნათელი მოიპოვა და ყველა სულიწმინდის მადლი მოიპოვა და შეუერთდა ღმერთს, არის სიმბოლო სულიერი ცხოვრების. ყოველი ადამიანი თავარი სულიერ ცხოვრებაში არის შინაგანი განწმენდა, გონებრივი გულის განწმენდა. რა თქმა უნდა, უდიდესი ქრისტიანული სათნოებებია მარხვა, განსაკუთრებით მოწყალება, მამები ამბობენ, რომ ღმერთს ისე არავინ არ მსგავსება, როგორც მოწყალე ადამიანი, მაგრამ ეს ყველაფერი მოდის თავიდან, გულიდან, და ამიტომ ეს უნდა იყოს განწმენდილი, აუცილებელი. ამისთვის არის მსკვნილი, რომ ჩვენ იცით თქვენ ხო რომ გძნობთ ამას და ვიცით ყველამ რომ გონებაში 1000 ცუდი აზრი შემოდის, ესე იგი ეშმაკი არ მოასვენებს ადამიანს, განსაკუთრებით ქრისტიან ადამიანს ბოლომდე ექნება ბრძოლა, რომ უკეთური აზრები მისცეს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ამიტომ არ უნდა შეგეშინდეთ არანაირი უკეთური აზრის ზოგი წუხს იმაზე, რომ აი ხაპებზე მომდის ცუდი აზრები, ეს ეშმაკი იძლევა, ამან ეს არ არის საში. როგორც ძაღლი ყებს და ქარავანი მიდის. ეშმაკი იყებს, რა თქმა უნდა, ამან არ შეგაშინა. რა თქმა უნდა, აღსალებაში უნდა ვთქვა. და აი განწმენდილი უნდა იყოს, ამისათვის არის საჭირო მსკვნილი. იმიტომ რომ იესოს ლოცვას აი როცა ხშირად არის, ხო ახან შური მოგაწვება, ხან რუშული ნება მოგაწვება, ხან აპარტამული ნება მოგაწვება, ბოროტი ნება მოგაწვება, კაცის ხulis ნება მოგაწვება, ხო არის ხოლმე მომაკლევინა რამდენი ამბობს ხო ამას ვიტყვია ჩვენ. აი ესეთ საშინელი აზრები მოდის ადამიანს, ამიტომ მსკვნილი ამ აზრების, ეშმაკეული აზრების გასაგდებად ძალიან მოხერხებული იარაღი. პრაქტიკულად შეგვიძლია ვთქვათ, რომ მსკვნის გარეშე ქრისტიანია ის სასაცილო რომ ამიტომ მსკვნილი ყველას უნდა გქონდეს. მართალია ამით კი არ უნდა ტრაბახობდე და სადმე რომ მივდივართ 100-იან მსკვნისკენ რომ ვიკეთებდეთ, რომ დიდი მლოცველები ვართ, როგორც მაცხოვარმა თქვა, არ გამოჩნდეთ როგორც მლოცველები, მაგრამ ყველაზე კაია 30-იანი, 50-იანი ამ თითის მსკვნილები, რომელიც ისე არ ჩანს, რომ რაღაცა წარმოაჩენს ჩვენს, მაგრამ მოკლედ მსკვნის გარეშე არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ქრისტიანის ცხოვრება. ჩვენ ვიცებს ხო აი ღვთისმშობლის წინხედვის საქართველოა, მაგრამ ყველა ხო არ არის რელიგიური, ყველა ხო რამდენი დასცინის რელიგიას, ეკლესიას. ჩვენ ვიცევს ამ ხალხთან ურთიერთობა და ამიტომ ჩვენ ძალიან ჭკვიანურად უნდა მოვიქცეთ, რომ რაღაცა მძიმე ცოდვაში არ ჩავარდეთ, როგორც მაცხვარის ერთ-ერთი დიდი ცნება, რომ არ მოხდეს, რომ ვერ შევასრულოთ, ძალიან ძნულად უნდა ვიყოთ, რომ ძაღლებს და ღორებს ნუ დაუყრით ოქროს და მარგალიტს. ეს ცნება ახალი აღქმის, ეს ძალიან მნიშვნელოვანი ცნება. ბევრი არღვევს ამას, ბევრს ხედავ ჩვენ ესე უსაფუძვლო დადის, ქადაგებს და სასაცილო ხდება უბრალოდ. წარმოიდგინეთ, უინტერესო ხალხში, რომ შენ ქრისტიანობას ქადაგებს. ისინი მხოლოდ და მხოლოდ დასცინებენ და შენ მხოლოდ და მხოლოდ შეარწყვენ ქრისტიანობას. ასე იყო, როცა პილატე, ეს შვენიერი მაგალითი, არაეკლესიური ტიპაჟის, როცა პილატემ სიცილით, ირონიით კითხა ქრისტეს, რა არის ჭეშმარიტება, როცა მიხვდა, რომ პრეტენზია ჰქონდა მაცხოვარს, ესე იგი, რომ ის ღმერთი იყო, ის
ჭეშმარიტება იყო, გაეცინა და უპასუხა, რა არის ჭეშმარიტება და ქრისტემ კაცმა იკითხა. როგორ შეიძლება კაცმა იკითხა და დატოვა უპასუხოთ, მაგრამ ქრისტემ დატოვა უპასუხოთ. იმიტომ რომ პილატეს არ აინტერესებდა რა არის ჭეშმარიტება. მისი ჭეშმარიტება იყო ყველაფერი, რაც აკრძალულია ღვთისაგან. აი ეს იყო მისი ჭეშმარიტება. ამიტომ ასე ირონიით იკითხა. დღესაც ზუსტად ესია. რამდენი კითხულობს ირონიით ქრისტიანობის შესახებ, მაგრამ მხოლოდ ამიტომ ჩვენ ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ ძმანოდან და ყველაზე მთავარი ჩვენს სულიერ ცხოვრებაში არის გონების განწმენდა, წმინდა ცხოვრება, არა მზაკრობა. აი როგორც ნათანაელზე რო თქვა, მაცხოვარმა კაცი ნათანაელზე, რომელთანაც არ არის ზაკვა. ამიტომ არ უნდა ვიყოთ ჩვენ მზაკვარი. ჩვენ შეიძლება აი ღირსი მამები არ ვიყოთ. პალამაც ღირსი მამა იყო, შემდეგ გახდა თესალონიკის მთავარი ეპისკოპოსი. იგი წლებით 1005 წელი და ბერიის გამოქვაბულში იქაც 6 წელი იჯდა და არც გამოსულა იქიდან, ისეთი ასკეტი მამა იყო. საერთოდ ასკეტი მამები უდიდეს ღვთის წინაშე უდიდესები არიან. რატო? მათ არაფერი არ ჰქონდათ, ზოგს ჰქონდა, მაგრამ ძირითადად არაფერი არ ჰქონდათ, უპოვარები იყვნენ, ზოგს ჰქონდათ მეგულისხმე, მაგალითად პახო დიდი, რომელსაც თუ მეშლება არსენ დიდი რა მშვიდობა, არსენ დიდს გადააბარა არკადი იმპერატორმა მთელი ეგვიპტის სიმდიდრე. ეგვიპტეში რაც უნდა წასულიყო ოქრო, ფულადი, პარტენული დახმარება, ყველაფერი ჩააბარა არსენს. რომ შენ განაგებო, არსენის ხელში იყო მთელი სიმდიდრე, მაგრამ მან უარი თქვა. ზოგჯერ იყო ჰქონდათ სიმდიდრე მამებს შეწირულობის სახით, მაგრამ ისინი ანაწილებდნენ. ძირითადად რაში მდგომარეობს ასკეტი მამების ეს პირველობა? იმაში მდგომარეობს, რომ ისინი გონებაში არ უშვებდნენ არავითარ ბილწს, ასს. ეს არის თავარი. ეს არის ნამდვილი ქრისტიანი, ვინც ამას აკეთებს. ეს არის ის მოარული ღმერთი, როგორც წერია ბიბლიაში, ანუ ღვთის მსგავსი, რომელიც დადის ბილწებას არ უშვებს გონებაში. მაგრამ ძნელი ეს, ხო, ჩვენ ვიჭირს გონებაში ბილწიკა, მრუშობასაც ჩავდივარ, ხარას ჩავდივარ და ყველაფერს აკარწყლებს და აბათილებს სინანული ჩემო ძვირფას. აი სინანული არის მთავარი, იმიტომ მოიტანა ეს უდიდესი რამ მაცხოვარმა, როცა თქვა შეინანეთ მოახლებულ აქვს სასუფეველი ცადა. ამიტომ ჩვენ ასე ვთქვათ სასწარფედილებაში არ უნდა ჩავარდეთ. ჩვენ უნდა ვიყოთ სინანულში. სინანული კი გახსნის ყოველნაირ ცოდვას, ჩემო ძვირფასები. მე აკვირდები ხშირად ვიხსენებ ძველ აღთქმას, ახალ აღთქმაზე არ არის ლაპარაკი. როგორც ზღვაში ქვიშა და ცაში ვარსკვლავი იმდენი წმინდანი ყავს ახალ აღთქმას. ამითაც ჩანს უპირატესობა და ამითაც ჩანს ის, რომ იესო ქრისტე მესია იყო. ახალ ძველ აღთქმაში მართალია ხელებზე ჩამოსათვლელები იყვნენ, თითებზე ჩამოთვლილ რო იტყვია წმინდანები ძალიან ცოტა იყვნენ, მაგრამ წარმოიდგინეთ ეხლა რომ აბელი როგორი არამზაკვარი კაცი იყო ჩემო ძვირფასები და კაენი როგორი მზაკვარი კაცი იყო, რომ რა ჩაიფიქრა მე ძმა რომ მოკლას. ჩაიფიქრა და მოკლა ძმა. ეს ხო აბელს არც მოუვიდოდა თავში, აი როგორი იყო აბელი. შემდგომ სეითი, რომელიც საერთოდ არ ფიქრობდა არაფერზე, გარდა იმაზე, რომ ელოცა და ღვთისადიდებელი ყოფილიყო მისი ცხოვრება. ნოე ჩემო ძვირფასებო, წარმოიდგინეთ რა ხალხში ჰქონდა საქმე, ყველანაირი სოდომიზმი, ყველაფერი იყო, ყველაფერი საზიზღრობა, ყველანაირი ჩაგვრა, განსაკუთრებული ცოდვა, უდიდესი ცოდვა მოხუცებულების არაპატივისცემა, რაც იმ დროს ხდებოდა და წარმოიდგინე ნოე მაინც შეინარჩუნა არამზაყრული მდგომარეობა. გონება არ მიბაძა მათ. ასევე იყო, როცა ბაბილონის გოდოლის მშენებლობა დაიწყეს,
ბაბილონის გოდოლის შენებლობის დროს რა ბილწება ჰქონდა ჩაფიქრებული, ნუ აღარ გავჩერდები ამაზე. აი ეს ბილწება, რასაც ეხლა თავზე გვახვევდნენ და გვახვევენ სოდომიზმს და რაღაც საშინელებას, აი ეს ბილწება ჰქონდა და იბერმა, მე მიყვარს იბერის თქმა, ებერი, მაგრამ იბერი. ნუ პედანტებმა რომ რაღაცა თქვა მერე, ილია, ელია, ეს და იგივე. და იბერმა წარმოიდგინეთ რა კაცი იყო ჩემო ძვირფასებო, რომ იბერმა არ მიიღო მონაწილეობა და მისმა ოჯახმა ამ შენებლობაში მიაფურთხა მათ იდეებს, მათ ამ საშინელებას და დარჩა ცალკე. აქედან მოდის მერე აბრაამი. სხვათა შორის ევროპარლამენტის შენობა აგებულია ერთ-ერთი შედევრი ცნობილი მხატვრის ძალიან ესეთი მიღებული ხელოვნებაში ძალიან ბაბილონის გოდოლი ესეთი ნახატია ყველაზე ეწოდინება და აი ამ ნახატის მიერ არის დაპროექტებული ევროპარლამენტის შენობა. მაგრამ ვიღაცამ მითხრა ამასინა, ego ხო გარეგულად არა მარტო გარეგულად, შინაგანადაც ძალიან კარგად ეხმიანებიან მათ. მაგრამ ნუ ჩვენ ვიცით, რომ მართალია კათოლიკური და პროტესტანტული, მაგრამ ევროპული სამყარო მაინც ქრისტიანული სამყაროა და მათთვის ძირითადად ხალხისთვისა მიუღებელი ეგეთი იდეები და ამიტომ არის ეხლა დიდი ამბები, რაც ჩვენთან როგორც დგავართ ჩვენ, ისე ამ საკითხებში განან ისინი ხალხი გამოდის და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. აი ეს უნდა მოვიპოვოთ ჩემო ძვირფასებო და აი ეს მინდა ზუსტად დღეს მეორე კვირას ნათელი ქრისტეს ნათელზეა დღეს საუბარი, რომ არ ვიყოთ ბნელში და ვიყოთ ქრისტეს ნათელში. ყოველთვის კონდეს უსაკვირველობა, უბოროტობა გონებაში და მაინც ახლა კაცი ვართ, ეშმაკი იბრძვის თუ რამე მოგვივა, ყოველთვის ლოცვით განვაგდო, ყოველთვის სინანულით განვაგდო. აი სოკრატე მიყვარს მეთქი, მე გითხარი. სოკრატე ეს წარმართული სამყაროს ყველაზე დიდი ტვინი, ყველაზე დიდი გონება, რომელსაც კაცს, რომელსაც არ ქონდა არაფერი, არება და არაფერი, ფიზიკურად იყო საშინლად უშნო, მუცელი დიდი, ცხვირი დიდი, არაფერი არ ქონდა ამ კაცს, მაგრამ ქონდა საოცარი გონება, ტვინი, ანალიტიკა, საოცარი ჩემო ძვირფასო. და აი რა თქვა სოკრატემ, როცა სიკვდილი მიუსაჯეს, მან თქვა, რომ აი დადგა ყველაზე მთავარი კითხვის დრო, კითხვას ვსვამო. ყველაზე მთავარი კითხვა, რომელიც უნდა თქვას ყოველმა ადამიანმა, ცოცხალმა, რა იქნება ამ ქვეყნის მერე. აი ეს არის ყველაზე მთავარი. და რუსთაველის ფილოსოფიაც ცდების და ცდების სიკვდილსა ვინ არ მოელის წამისად ქრისტიანულ სწავლებაზე და ფუძნებული. აი ჩვენი ცხოვრება ეს არის. ჩვენი გარემო ეს არის. ჩვენ ცხოვრობთ ყოველი წამის სიკვდილის მოლოდინში. როცა გაგვირვებით ეუბნება თეოდორეს, ივანე ოქროპირი, ნუ თუ ეს ცხოვრება თეოდორე, რო გავანილზოთ ყველაფერი, ეს ცხოვრება კი ბატონო, ჩვენ უნდა 6 დღე იქნოდეო, ხალხმა გითხრა და ვარდა შრომობდა ყველაფერი, მაგრამ უნდა გავანალიზოთ, რომ თავარი იმ ქვეყნიური, თავარი კითხვა, როგორც სოკრატე თქვა, თავარია რა არის იქ? ვინმე როთქას კაცო მე იქაური არ მაინტერესებს, მე არ წამს, ამით არ განთავისუფლდება ეს ადამიანი, პასუხისმგებლობა. ეშმაკები რომ დაიჭერენ და წაიყვანენ, გაძრომა თუ უნდა, მე ნახავს, ჩვენ ხო ვიცით ეს ყველაფერი, პატერიკებიდან ჩემო ძვირფასო. და ამიტომ ჩვენ რა თქმა უნდა პატივისცემა ყველა ადამიანს, ცოლს, შვილებს, ყველას და ცხოვრება არც კაცი ვარ, რომ ცოცხალი მტარსა ემსგავსოს იყოს სოფელში და სოფლისთვის არა იზრუნოს ნიკოლოზ ბარათაშვილმა. რა თქმა უნდა, მაგრამ ყველაფერი გაგებით, რომ ჩვენ ყოველ წამს შეიძლება გავიდეთ ამ ქვეყნიდან და ღმერთი გამკითხავს და განჯის ჩვენს ცხოვრებას. ნუ ძირითადად ეს მინდოდა მეთქვა, ერთადერთი კიდევ დამატება მინდოდა
იმ დავამატებ და იმ დავასრულებ ჩვენ ერთ საინტერესო საკითხს შევეხეთ ჩემო ძვირფასებო რატომ აირჩი ებრაელი ხალხი და ახსენეთ რომ ეს რაღაცა უფლისის კი არ იყო ბოდიში ჭყალებში აკვიატება რომ აირჩი ებრაელი ანა სრულიად სამართლიანად რატომაც ჩვენ თქვი მაგრამ ზოგს რაღაცა ფიქრები აქვს და არასწორად ფიქრობს აი კიდევ ერთი რამ ვითაც მე გამოსვლის სხვა არის ეს რაც ჩავწერე ჩავწერე აბათეთ ეს გამოსვლათა არ არის ეს არის მეორე ჯულისა მეცხრე თავის მეორე ჯულისა მეცხრე თავის მეოთხე მუხლიდან იწყება მეცხრე თავის მეოთხე მუხლიდან ესე იგი ის სხვა თემა ძალიან საინტერესო თემა ღმერთი რომ ნიჭს აძლევს ადამიანს აი ამის შესაძლოა სხვა თავს ესე იგი ჩვენ ვკითხულობ ისრაელს ეუბნება ღმერთი ნუ იტყვი გულში ძველ აღთქმაში როცა განდევნის მათ უფალი წარმართებს შენი ღმერთი შენი პირისაგან ჩემი სიმართლის გამო გამომიყვანა უფალმა ამ ქვეყნის დასამკვიდრებლად გამიგე ანუ ისრაელო შენი სიმართლის გამო კი არ გავყარე წარმართები და შენ წმინდა მიწაზე მოგიყვანა შენი სიმართლის გამო კი არა რადგან ამ ხალხების უხუცოების გამო დევნის უფალი მათ თქვენი პირისაგან ნუ ახლა აღარ გავაგრძელო ამობს უფალი ამ თავში რომ მათი სიბილწის გამო მოგიყვანეს შენო გამიგე ანუ იმდენად ბილწები იყვნენ ჩემო ძვირფასებო და ახლა კიდე არ გამეორდები რას აკეთებდნენ ისინი რასაც დღეს ვთავაზობ ესე იმდენად ანტიქრისტიანული ძალები ომის პარტიას რო უწოდებს ზოგი და ზოგი სხვა რამეს ეს ანტიქრისტიანული ძალები რასაც ჩვენ გვახველებთ თავს აი იმას აკეთებდნენ ეს წარმართები განსაკუთრებით ამალეკელები უსაშინეს წოდით აი ამის გამო მომხავხართ თქვენ ანუ შემდგომ წერია თქვენც ურჩევნით ხართ თქვენც საზღვრები ხართო და ასე შემდეგ მაგრამ ამათზე უფრო კარგად იქცევ გამიგე და ამის გამო მოგხედავ თქვენ გესმით და დღეს რაღაც ხო გავს აი ეს ყველაფერი ხო გავს დღევანდელ დღეს ჩვენ რა კარგები ჩვენ პირველები ვართ დაბორჩი პირველები ვართ ნარკოტიკებში შეიძლება ამის გაზომვა შეიძლება პირველები ვართ შურში და ასე შემდეგ და ერთმანეთის ქიშმობაში მაგრამ რადგან ყველაზე დიდი ცოდვა რაც კი ამ ქვეყნად არსებობს კაცის და კაცის სექსუალური ურთიერთობა, ქალის და ქალის სექსუალური ურთიერთობა ყველაზე საშინელი რომელიც ვინმე რო არ თქვას რომ საიდან ამ უფრო ყველაზე საშინელება ეგა რუისურნისის კრების ოქმები იმიტომ წაგიკითხეთ მე 18 კანა ხო პირდაპირ რა წერია რუისურნის კრებაში რომ ეს არის ყველაზე საშინელება არ აღშფოთებულა ღმერთი არც უშობაზე თუმცა რა თქმა უნდა საჯელია არც ამპარტანო არც კაცის ყველაზე აღშფოთდა ამწოდვის გამო და რადგან საქართველოს არსად არ არის სხვა რადგან საქართველოს დადგა ამწოდვის წინააღმდეგ თელიერი გამოვიდა ამწოდვის წინააღმდეგ ხო აღარ გავშირი ხარ ვიცი ყველაფერი ამის გამო აშკარად ალბათ ის გამო სხვა ჩვენ ყველაზე პირველები ვართ წოდებში მაგრამ აი ამის გამო აი მუდიდეს წოდის ღმერთი რომ განარის ღმერთი რომ ის ხდება აი ჩვენ რო არ განვარისხეთ და არ მივიღეთ ეს ამის გამო ღმერთმა შეგვიწყალა ჩვენ და თუ ვინმე ვერ ხედავს რა დღეში ჩვენ დღეს ვარ რომ ეს შეწყალება იმათთან ლაპარაკიც ზედმეტი კარგი რა ვიცი შევეხმიანე ნათელი ქრისტესი განვანათლებს ყოველდღე დაგლოცი ჩვენთან არის ხო რამოდენიმე ამის გამოვაცხადებ ესე იგი პირველი თქვენ იცით ჩვენი საყვარელი მამის რაც გარდაცვლილის მამა არქიმანდრიტი მამა ლაზარე